გასაგებია ქალბატონო ანა, თქვენი მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსამართლეებს და სასამართლოს აკრიტიკებთ, მაგრამ თქვენ დღეს გიწევთ ხომ იმ კოალიციაში ყოფნა, რომელსაც ის დაზარალებულები, რომელთა უფლებებსაც თქვენ იცავდით, დღეს თქვენ კოალიციის ლიდერებზე პირდაპირ ობენ, რომ მათი ძალისხმევით მოხდა ამ ადამიანების ციხეში გაშვება თუ გაკოტრება. ეს თქვენთვის არის დისკომფორტი, ქალბატონო ანა? ჯერ ეს ერთი სადგი ნახიათ, რომ მე თანამებრძოლი შუაგზაში მიმეტოვებინოს. ახლა ხო ხართ ცოტა ისეთ გარემოში, როდესაც ისამი ერთი წამი. ეხა ეგ მოგეწონება, ერთი წამი, აი მომისმინე. დიახ. ბარიკადებზე არ ყოფილ ვარ თორე, გზაც გადამიკეტია. რა ვიცი, პატრულთანაც მიჩხუბია და ყველანაირ რისკზე წავსულ ვარ, როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე, ციხეზეც შევსულ ვარ. პატრონებთანაც მქონია ურთიერთობა სასამართლოშიც ყოფილ ვარ. ვის უნახია, რომ მე პარტნიორი მიმეტოვებინოს? ისიც ხო იყო პარტნიორი. და ვის მოეწონება? დიახ. ჯემალეონიძეც ხო იყო პარტნიორი. მე რაში მაინტერესებს თქვენ ხო ჩემზე ლაპარაკობთ. ხო, ჯემალეონიძეც ხო იყო თქვენი პარტნიორი ამ შემთხვევაში, როდესაც მას უჭირდა. ერთი წამი. აიცი რა არის, ვახო, სახელებს და გვარებს თუ ჩაყრი ერთ კალათაში, არის ეს არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. არა, მართალი არ. ჯერ შენ მკითხე. დიახ. მე არა, ერთი წამი. ჯერ შენ მკითხე. მე დიახ. მაქვს თუ არა დისკომფორტი. ეხლა მე გვასუხობ. დიახ. მე რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში 2012 წლის შემდეგ, როდესაც მე ვიღწვოდი მანამდე, რომ საქართველოში გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ყველა ადამიანს ხატაურიდან, სენაკიდან, დედოფლის წყაროდან შეეძლებოდა ეპოვა სამართალი, მათ შორის ბათუმის ოცნების ქალაქში დაღუპული ბავშვების მშობლებს, მათ შორის გუშინ თაწმიდაზე დაღუპული ახალგაზრდის მშობლებს, უკაცრავად, მათ შორის 53 პოლიტპატიმარის მშობლებს, მათ შორის აგერ რიყიმაზე ევროპის პარკში რომ ბავშვი დაიღუპა, მაგის მშობლებს, ვაკის პარკის აი ასეთ სასამართლო აკეთდა ადგილი, სადაც არ არის შესაძლებლობა თვითონ ლეონიძეს, თვითონ ხარძიანს და ვინც არ უნდა მიიყვანო მაგ კომისიაში, მაგათი სახელები და გვარები მე უკეთ ვიცი და საქმეების შემადგენლობა. იმიტომ რომ თუ როდესაც ეს ხალხი მართლა დაზარალდა, ის ხალხი დააზარალა იმ სისტემა, რომელმაც დღეს 53 ადამიანი გამოამწყდა ციხეში არაფრის გულისთვის. იცით რა მინდა გითხრათ? 11 კაცი როზის ერთ საქმეს, იცით რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ჯგუფური აქვთ ხალხს მიყენებული ბრალდება და თვალით არ უნახიათ მანამდე. როგორ შეიძლება ჯგუფურად რაღაც გააკეთოთ, უკაცი არ გინახია მანამდე? აი ესეც სასამართლოა ჩვენს წინაშე. და ეხლა თქვენ მეუბნებით შუა ბრძოლაში ჩემ პარტნიორს მივაგდებ თუ არა? აი არ მიგდება საგეუნებით, ანუ უხერხულობა არის ეს თუ არა? მე ეგეთი არა ვარ.